ეს ნოჩია, 3 თვის ცნობის მოყვარე და სიცოცხლით სავსე თიკანი. ის თათებისიმედმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ცხოველების ბაზრობიდან გამოისყიდა. თუმცა მისი ბედის შესაძლოა სულ სხვაგვარად წარმართულიყო. ნოჩა უსაფრთხოდ იცხოვრებს თათებისიმედთან. თუმცა ასობით სხვა ცხოველისა თუ ფრინველისათვის რელიგიური დღესასწაულების სასიკვდილო განაჩენია. საზოგადოების ნაწილში დღემდე მყარად არის ფესვგადგმული სისხლიანი მსხვერპლშეწირვის ტრადიცია და დღესასწაულები ასეულობით ცხოველისა და ფრინველის საჯარო დაკვლის ფონზე მიმდინარეობს. რადგან ზოგს დღემდე სჯერა, რომ დაღვრილის სისხლით მადლი მოვა. უფალმა თავი შვილის შესწირა ადამიანთა გამოხსნისთვის, ხო? ჯვრიანი სიკვდილით მოხდა ჩვენი გამოხსნა წყების სიკვდილისგან და ცოდვისგან, ხო? ამის აქედან მოყოლებული უკვე იმ საპასექო კრავი იყო წინასახი მაცხოვრისა და უკვე მაცხოვრის ჯვარცმის მერე აი მაცხოვარ ამბობს აღსრულდა და ამ აღსრულდაში ეს ყველაფერი რაც ნაწინასწარმეტყველები იყო ხო აღსრულდა და აღარ ის ჩრდილი საჭირო აღარ ეს იყო ჩრდილი, ეს იყო სინამდვილე და ის ნამდვილი მსხვერპლშეწირვა რაც აღსრულდა ჯვარზე უკვე აუქმებს იმას იმ სისხლიან მსხვერპლშეწირვას თავისი რელიგიური დატვირთვას უუქმებს. ამ საკლავს რო იტყვია, ხო? და ერთადერთი მსხვერპლი შეიწირის ახლა ეკლესიაში ლიტურგიის დროს ის სამადლობელი სიტყვიერი მსხვერპლი, ევქარისტიული კანონი რომ აღესრულება საღვთო ჟამის წირვის დროს, სადაც ჩვენ პურსა და ღვინოს და ჩვენ მადლიერ გულით უწირავთ, რომელიც მერე შეიცვლება რა თქმა უნდა ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცსა და აი ამას ვეზიარებით, უკვე ვეზიარებით თვითონ ქრისტეს და დანარჩენი უკვე საჭირო აღარ არის ნამდვილად, ანუ რელიგიური დატვირთვა ამას აღარ უნდა მიეცეს. ესე არის ხომე და აი ეკლესია ყოველთვის ახსენებს ადამიანებს, რომ ჩვენ უკვე ახალნი ვართ, ქრისტესნი ვართ და არ უნდა დავრჩეთ იმ ძველ აღთქმისეულ პერიოდში, როდესაც ესე იგი ხდებოდა ეს სისხლიანი მსხვერპლშეწირვა. რა ჭირდება ახლა ღმერთს, რომ ჩვენთვის ჩვენგან არ ჭირდება ეს სისხლი, ხორცი და ის არა, რა თქმა უნდა. რა ჭირდება, როგორც მეფსალმუნი ამბობს, ხო? მსხვერპლი ღვთის არის, ჭეშმარიტი მსხვერპლი, სული შემოსული და გული შემოსული და დამდაბლებული. აი შინაგანი თავმდაბლობა, შემოსული გული რას ნიშნავს? მობიერი გული, რომელიც განიცდის საკუთარ დაცემულობას, ცოდვებს, ცოდვიან მიდრეკილებებს და აი სინანულს შესწირავს. შემოსული მობიერი გული მადლიერებით შემოსული და მობიერი გული სინანულს და მადლიერებას ხო ერთნაირად შეიწირავს უფალი, რომელიც აი მადლობას შესწირავს ღმერთს და შესაბამისად უკვე თანამედროვე სამყაროში ქრისტეს მერე კიდევ ერთხელ მოკლედ რომ ვთქვა, მხოლოდ უსისხლო მსხვერპლი შეიწირვის, ეს არის მადლიერების მსხვერპლი, რომელიც ესე იგი ევქარისტიის დროს აღესრულება. ზიარების საიდუმლოში უნდა იღებდეს მადლიერი გულით მონაწილეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ზიარების საიდუმლოს დროს, ევქარისტიის დროს თვითონ უფალი არის. შემწირველიც, შეწირულიც, მიმღებელიც და მიმცემიც. ამ ყველაფრისა უფალი აღასრულებს ამ საიდუმლოს, ასე რომ ჩვენი ის აღარ არის საჭირო ეს რაღაც რიტუალური სახე ამ სისხლიანი მსხვერპლშეწირვის. ქრისტიანული სწავლება გვეუბნება, აღდგომა არის სიცოცხლის ზეიმი. მას შემდეგ, რაც უფალმა იესო ქრისტემ ჯვარცმით გამოგვიხსნა, ყოველგვარი სისხლიანი მსხვერპლი გაუქმებულია. ის, ვინც დღესაც ცხოველს რელიგიური რიტუალით კლავს, ნებსით თუ უნებლიეთ უარყოფს მაცხოვრის მსხვერპლს. ტაძარში ერთადერთი მსხვერპლი წმინდა ლიტურგიაა, უსისხლო შეწირვა პურისა და ღვინისა. სჯულის კანონი კი პირდაპირ ბრძანებს ტაძრის ეზოებში ცხოველების დაკვლა და ღრეობა ცოდვაა. მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ფერმერული ცხოველების კომპანიონად გაზრდა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ თხები, რადგან ისინი არიან მხიარულები, ჭკვიანები და ძალიან ერთგულები. ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის კვლევა ადასტურებს, რომ თხებს ძაღლების მსგავსი სოციალური ინტელექტი აქვთ. მათ შეუძლიათ ადამიანთან მზერითა და ჟესტებით კომუნიკაცია. ამყარებენ მყარ ემოციურ კავშირს პატრონთან. არიან ძალიან ცნობის მოყვარეები და ექვემდებარებიან წვრთნას. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ თხა არაჩვეულებრივი ინტელექტუალური და მოსიყვარულე კომპანიონია. თუმცა ის მოითხოვს გაცილებით მეტ ყურადღებასა და სპეციფიკურ მოვლას, ვიდრე ტრადიციული შინაური ცხოველები. ნოჩა გრუმინგ სალონში მოვიყვანეთ, უნდა დაუბანოთ, გავალამაზოთ, გავასუფთავოთ და შემდეგი ეტაპი კი იქნება. ექიმთან კონსულტაცია, მისი პარაზიტებზე დამუშავება, ვაქცინაცია, რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებში და ბედნიერი ცხოვრებისთვის მოემზადება. ნოჩეს გაუმართლა, გადარჩა. მისი ისტორია გვარწმუნებს, რომ რწმენა არა სიკვდილში, არამედ სიცოცხლის გაფრთხილებაშია. ნოჩეს ბედნიერი ცხოვრების შესახებ კი შემდეგშიც ხშირად მოგიყვებით. ერთი ცხოველის გადარჩენით სამყარო არ იცვლება, თუმცა იმ ერთისთვის იცვლება მთელი სამყარო.
ჩვენ თათების იმედი ვართ.